მოგესალმებით, მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეო მიმხილვებს. ჩვენი შემდეგი სტომა არის Apple iPhone 5. მე მგონი მეტი წარსდგენა ამობილოს არ ჭირდება და შეგვიძლია პირდაპირ გავხსნათ ყუთი და ამოვიღოთ ტელეფონი და დავათვალიეროთ იგი. Apple iPhone 5 გამოვიდა 2012 წლის სექტემბერში. ეს არის ბოლო iPhone-ი, რომელიც გამოუშვა კომპანია Apple-მა. ის არის საკმაოდ მსუბუქი მის წინამორბედებთან შედარებით, მისი წონა შედგენს მხოლოდ 112 გრამს. მე ტელეფონს დროებით გვერდით გადავდებ და გავხსნი ყუთს და ვნახავ თუ რა მოყვება მას კომპლექტში. აქ არის დამტენი, რომელშიც შემდეგ ერთდება USB კაბელი და ერთობლივ რეჟიმში ახდენენ ტელეფონის დატანებას და ეს არის Apple-ის ახალი ტიპის ყურსასმენები. თავად ხედავთ როგორ გამოიყურება აღნიშნული ყურსასმენები, აქვს ხმის სამწევი დამწევი ღილაკები პირდაპირ ყურსასმენს და აქ არის USB პორტი, რომელიც უერთდება ესე ვთქვათ დამტენს. შეგვიძლია აქსესუარები დავუბრუნოთ ყუთს და გავაგრძელოთ iPhone 5-ის მიმოხილვა. აღნიშნული მოდელი არის ოდნავ უფრო წაგრძელებული ფორმის, თუმცა მისი ეკრანის ზომა ასევე გაიზარდა. მისი ეკრანის ზომა შეადგინა 4 დიუმს, ხოლო რაც შეეხება გაბარდოებას, ეს არის 1136 პიქსელი 640 პიქსელზე და ზომა დიაგონალში არის ეს იგი როგორც აღნიშნეთ 4 დიუმი. Apple iPhone 5 გამოვიდა 16 გიგაბაიტიანი, 32 გიგაბაიტიანი და 64 გიგაბაიტიანი, რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას. ოპერატიული მეხსიერება შედგენს 1 გიგაბაიტს, რაც შეეხება კამერას, მას აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს Full HD ვიდეოები და ასევე აქვს წინა კამერა, რომელიც იღებს ასევე HD ვიდეოებს. Apple iPhone 5-ზე iOS-ის მე-6 ვერსია, ანუ iOS 6. მას აქვს ორბირთვიანი პროცესორი სიჩქარით 1.2 GHz-ი, რაც შეეხება ბატარეას 1440 mAh, რომელიც ამუშავებს დაახლოებით 8 საათს საუბრის რეჟიმში, ხოლო ლოდინის რეჟიმში 225 საათს. აღნიშნული iPhone-ი წინა iPhone-ებთან შედარებით არის უფრო თხელი. ზედა მხარეს არის ჩამთავგავმრთავი ღილაკი. მარცხენა მხარეს არის ხმის სამწევი ჩამწერი ღილაკები, ასევე აქედან ხდება უხმო რეჟიმში გადართვა. აქ ხდება მინი სიმბარათის მოთავსება, ქვევით აქვს 65 მმ ჯეკი, მიკროფონი, სპიკერი და USB პორტი. წინ აქვს სენსორი, მეორე კამერა და მხოლოდ ერთადერთი ფიზიკური კლავიში, თუმცა ეს ალბათ ყველა iPhone-ის მოყოლმა იცის, რომ მხოლოდ ერთი კლავიში აქვს iPhone-ს. რაც შეეხება შიდა ინტერფეისს, ის პრინციპში დიდად არ განსხვავდება iPhone 4S-ისგან. ეს არის სტანდარტული Apple-ის ინტერფეისი. უკიდურეს მარცხენა მხარეს შევდივართ ძებნის რეჟიმში, საიდან შეგვიძლია მოვძებნო ტელეფონში არსებული აპლიკაცია და ამ შემდეგ. აქ არის ყველა ის აპლიკაცია, რომელიც სტანდარტულად მოყვება, თუ დიდხანს დავაწვევით რომელიმე აპლიკაციაზე გადადის რეჟიმში, შეგვიძლია დააჯგუფოთ ერთად აპლიკაციები, ან შემდეგ გადმოწერილი აპლიკაციები წაშალოთ. აქ არის iMessage, აქ არის კალენდარი, აქ არის ფოტოები, კამერა, ვიდეო, აქ არის Apple-ის რუკა, აქ არის ამინდი. აქ არის სხვადასხვა დამატებითი აპლიკაციები, ასევე რა თქმა უნდა iTunes-ი, App Store, ანუ აქედან ხდება აპლიკაციების და თამაშების გადმოწერა. აქ არის პარამეტრების მენიუ, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. ნუ, ისევე როგორც თქვათ იგივე iPhone 4 და 4S-ი, აღნიშნული ტელეფონის არის რა თქმა უნდა ძალიან სტაბილური და ძალიან სწრაფი. თქვენ ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმუშავებთ ტელეფონთან. ხოლო მარჯვენა მხარეს ეს თქვათ ფოლდერში არის დაჯგუფებული კონტაქტები, კალკულატორი, კომპასი და ხმოვანი ბრძანებები. და შევიდეთ კამერაში. აღნიშნულ მოდელს გააჩნია ესე იგი 8 მეგაპიქსელიანი კამერა. თითის ერთი დაჭერით ხდება ფოკუსირება. აქ არის ოფციები. შეგიძლიათ გადაიყვანოთ HDR რეჟიმში, ასევე პანორამული რეჟიმიც აქვს მას. აქედან ხდება შემოტრიალება. თუ გადავწევთ აი ამ სლაიდს, გადავდივართ ვიდეო რეჟიმში. ვიდეო გადაღების რეჟიმში ავტომატურად ახდენს ტელეფონი ფოკუსირებას და შეგვიძლია შემდეგ პირდაპირ შევიდეთ გალერეაში.
ამჯერად დავუბრუნდეთ უკან და მოვინახულოთ რუკები, როგორც უკვე ვიცით, ჩვენ Apple-მა უკვე თავისი რუკების ინტეგრირება მოახდინა iOS 6-ში. აქ უპრობლემოდ მუშაობს multi-touch-ი. და ჩვენ შეგვიძლია მაგალითად დავათვალიეროთ რომელიმე ქალაქი. ამ შემთხვევაში ავიღოთ ნიუ-იორკი. თავისუფლად ხდება ორჯერ ხელის საჭირით დაზომება. შეგვიძლია ავწიოთ ცევით და გადავიდეთ სატელიტურ რეჟიმში, საიდანაც შემდეგ უკვე შეგვიძლია სამგანზომილებიან რეჟიმში დავათვალიეროთ ყველაფერი. აი თავად ხედავთ, ნელ-ნელა გამოჩნდება ყველაფერი ჩვენს ეკრანზე. მე ხა გადავიყვანე, ცოტა დრო ჭირდება, რომ ჩაიჭურცოს და როგორც თავად ხედავთ, ყველაფერს ხედავთ ჩვენ სამგანზომილებაში, ან ნებისმიერი კორპუსი თუ ხე არის სამგანზომილებაში, შემიძლია არის მართლაც შესანიშნავი ფუნქცია, თუმცა როგორც ინტერნეტში აღნიშნავენ, Apple Maps, ანუ დროებით ჯერჯერობით დასახვეწია კიდე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან დიდი მომავალი ექნება წინ. ქვევით არის ესე იგი განახლებული phone, ანუ ეს არის აქ ნახდება ზარების განხორციელება, რომელიც არის განახლებული, აქ არის საყვარელი კონტაქტები, აქ არის შემომავალი გამავალი ზარები, აქ არის კონტაქტები. ასევე აქ არის მეილებისთვის სპეციალური განყოფილება, აქ არის ინტერნეტ ბრაუზერი Safari და აქედან ხდება მუსიკის დაკვრა, სამწუხაროდ ტელეფონში ამჯერად არ მოიპოვება მუსიკა. შეგიძლიათ iTunes-იდან გადაიწეროთ მუსიკა და ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ჩვენს ვებგვერდზე და ვნახოთ როგორ მუშაობს აღნიშნული მოდელის ინტერნეტ ბრაუზერი Safari. უნდა აღნიშნოს, რომ ბრაუზერმა ძალიან მალე ჩატვირთა ჩვენი ვებგვერდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებგვერდზე ამჯერად დამატებული არის ფიფქები. აქ თავისუფლად ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს multi-touch-ი, აი თავად ხედავთ, რომ ოდნავ შეფერხებაც კი არ ხდება, ეს პრინციპში სწორედ ეს არის Apple-ის ერთი დამახასიათებელი თვისება, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს ის ყველაფერი, იქნა ინტერფეისში, ასევე პროგრამების და თამაშებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდელზე უკვე დაემატა 4G მხარდაჭერა, ანუ ეს არის არა მარტო თქვა GSM ქსელების და მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერა აქვს, არამედ ასევე აქვს მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერა. აქვე არის ალბომი, სამწუხაროდ ასევე არ მოიპოვება ალბომში სურათები. და რაც მთავარია, როდესაც ვიყოფებით ბრაუზერში, შეგვიძლია დავათვალოთ იგი ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რეჟიმში, ასევე შეგვიძლია დავუჭიროთ share buttons და პირდაპირ აღნიშნული ვებგვერდი გავაზიაროთ Facebook-ზე. ანუ iOS 6-ში მოხდა Facebook-თან უფრო მეტი ინტეგრაცია. შეგვიძლია გავაზიაროთ Twitter-ში, მესეჯით გავგზავნოთ, მოახდინოთ მისი დამახსოვრება, ანუ დაბუკმარკება, ამობეჭდოთ და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს ძალიან კარგი ფუნქცია ნამდვილად და რა ვნახოთ შემდეგ. შევიდეთ ვიდეოებში, ვიდეოები სამწუხაროდ არ მოიპოვება და პრინციპში მე რაც ძალიან მომწონს ეს არის Apple-მა დაამატა notifications, ანუ აქ მოხდება ყველა ნოტიფიკაციის შემოსვლა და გასვლა, აქ არის შეგიძლიათ მოინახულოთ ამინდი, თქვა აი თბილისში, როგორი ამინდი გველოდება. ხდება აქედან მონახულება. აქვე არის თქვათ stock market, ანუ აქედან ხდება სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლების განსაზღვრა, ეს არის Yahoo Finance-დან მიღებული ინფორმაცია. პრინციპში მე მეტი სასურველი ნამდვილად არ პირადავჭა. ტელეფონი არის ნამდვილად ძალიან სწრაფი. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ გრძელი არის, ხელს ის საკმაოდ კარგად ზის და ერთი თითით შეგიძლიათ ნებისმიერ ეკრანის ნებისმიერ ადგილს მიწვდეთ. თუ ფიზიკურ კლავიშს დავუჭრებით ორჯერ, შევდივართ შემდეგნაირ მენიუში, საიდან შეგვიძლია, თქვათ, შევიდეთ პირდაპირ დავუკრათ მუსიკა და ასე მოინახულოთ სხვადასხვა. ეს არის ერთგვარი Apple-ის task manager-ი. და პარამეტრების მენიუდან ჩვენ შეგვიძლია general-დან გადავიდეთ. ჩვენ შეგვიძლია გავაქტიუროთ Apple-ის ახალი პროგრამა, ეს არის Siri. და შემდეგ, როდესაც დავწევით შუა ღილაკზე დიდხანს, გამოდის Siri და არა თქვათ იგივე voice control-ი და მისი ფუნქცია იმედი ყველა მიცის,
თქვათ, მას ეუბნებით, რომ გააგზავნოთ მესიჯი, ნახოს თქვათ ესე თუ ის ინფორმაცია, დაგეგმოს შეხვედრები და ამ შემდეგ თქონთ, რა თქმა უნდა, ეს ხდება ყველაფერი ინგლისურ ენაზე. დღეისთვის სულ ეს იყო, ესე იგი, ჩვენი სტუმარი იყო Apple iPhone 5, მართლა შესანიშნავი ტელეფონი. თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი, ეწვიეთ ჩვენ საიტ zoom.gr და გაიგეთ ნებისმიერი დეტალი და ფასი ამ ტელეფონის. კარგად გრძანდებოდეთ.